განცხადებას ამბასადორელი 2024 შესახებ. ქვეყნის გარშემო და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ელჩის ჩართულობა იმ საერთო საქმეში, რაც დაკავშირებულია ქვეყნის პოზიციების წარმოჩენასთან საერთაშორისო დონეზე და ბუნებრივია ქონდა საუბარი ყველა შესაბამის თემასთან დაკავშირებით. ბატონო ირაკლი, რა იქნება საკითხი გითხრათ, ანუ წელს არის ნატო სამიტი და ევროკავშირის განცხადებების ველოდებით აი ამ კუთხით რა იყო თქვენი მიერ გაცემული პრიორიტეტი? ჩვენი პრიორიტეტები ზოგადად არის ყოველთვის ცნობილი. ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი არის ევროკავშირში გაწევრიანება, მიმართულებით მუდმივი პროგრესის მიღწევა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე არის გარკვეული სირთულეები, ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ თანმიმდევრულად ვივლით წინ და 2030 წლისთვის საქართველოს გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენი ძირითადი ხაზი არის აბსოლუტურად ნათელი და აბსოლუტურად ცხადი, თუმცა არის ბევრი ნიუანსი, რასთან დაკავშირებითაც გვჭირდებოდა დღეს მოსწრეების გაცვლა, ქონდა საინტერესო დისკუსია ელჩებთან ერთად და ბუნებრივია იმშალეთ ყველა იმ სამომავლო ნაბიჯზე, რომელიც უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნის პოზიციების საერთაშორისო ასპარეზი. ბატონო ირაკლი, რა არის ის მთავარი გზავნილი, რომლითაც დიპლომატები იმუშავებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში, იმის გათვალისწინებით, რომ დიახვალოდებით ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს გაფართოების მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით, თუმცა ვიცით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილის კრიტიკული დამოკიდებულება, მათ შორის გავლენების გამჭვირვალობის შესახებ პროექტთან, კანონთან დაკავშირებით უკვე და მათ აქვთ ღიად გაცხადებული, რომ ვიდრე ეს კანონი ქართული სამართლებრივი სივრცის ნაწილია, ისინი მხარს არ დაუჭერენ საქართველოსთან გაფართოების მოლაპარაკებების გახსნის საწყებას. აი ამ ფონზე რა დავალებები მიეცით ელჩებს? ჩვენი მთავარი გზავნილი პარტნიორების მიმართ არის ეს, რომ ურთიერთობებს ჭირდება განდატვირთვა და გაჯანსაღება ყველა მიმართულებით. ეს ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ეს ეხება ევროკავშირის. ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა იმ პერიოდში, როდესაც საქართველოში მუშაობდნენ გელი დეგრანი და კალ ჰარცელი, იქიდან მოყოლებული შეიქმნა პრობლემები, შეიქმნა სირთულეები, თუმცა ყველაფერი ექვემდებარება გადატვირთვას, გაჯანსაღებას. მთავარია, რომ ჩვენ მივიღოთ შემხედრი ნაბიჯები პარტნიორების მხრიდან. ჩვენ ველოდებით, რა თქმა უნდა, ასეთ შემხედრ ნაბიჯებს, ჩვენ მზად ვართ კონსულტაციებისთვის ყველა თემასთან დაკავშირებით. დარწმუნებულია, რომ როგორც კი რეგიონული ვითარება გაჯანსაღდება, გლობალური ვითარება გაჯანსაღდება, ეს პირდაპირ აისახება ურთიერთობების გაუმჯობესებაზე საქართველოსა და ევროკავშირის შორის და საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მალე დასრულდება ომი უკრაინაში ჭირდება მშვიდობა და რა თქმა უნდა ესეც იქნება ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც ხელშეუწყობს ურთიერთობების გაჯანსაღებას ჩვენს ქვეყანასა და ევროკავშირის და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. მინისტრები ლუქსემბურგში განიხილება საქართველოს საკითხის შემდეგ უკვე სამიტია, სადაც ასევე ჩვენი საკითხი არის დღის წესრიგში შეტანილი და საუბარია იმაზე დღესა, რომ მაგიდაზე ბევრს ხდება ვარიანტი, ანუ საპასუხო ზონები კანონის საპასუხო, ასე ვთქვათ, თქვენ ასეულობით ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან როგორ შეიძლება იყოს გადაწყვეტილება? ჩვენ ველოდებით, რომ ევროკავშირის სტრუქტურების მხრიდან იქნება გადადგმული პრაგმატული ნაბიჯები. საბოლოო ჯამში თქვენ ყველამ ნახეთ, რომ ვერც ერთი არგუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი კანონის წინააღმდეგ. ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ საჯარო დისკუსია ჩვენს პარტნიორებს, თუმცა ყოველ ჯარზე მივიღეთ უარი. საბოლოო ჯამში ყველამ დაინახა, რომ კრიტიკას არ ქონდა არავითარი საფუძველი. ასეთ ფონზე საჭიროა პრაგმატული მიდგომის გამოვლენა საქართველოსთან მიმართებით იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ურთიერთობების გაჯანსაღება ევროკავშირსა და საქართველოს შორის, საქართველოსა და ევროკავშირის შორის. შესაბამისად, იყო რაღაც ჭარბი, ასე ვთქვათ, განცხადებები გარკვეულ ზომებთან დაკავშირებით, თუმცა რეალურად ასეთი ნაბიჯები იქნებოდა კონტრპროდუქტიული, აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ყველას აქვს ეს ყველაფერი ძალიან კარგად გააზრებული. სხვა თემებთან დაკავშირებით, ეს არის საპარლამენტო უმრავლესობის ხალხის წესის წერილი სიმართლეა და ამერიკის საკუთრებაში დანიშნა სამბუთელი, როდესაც კრიტიკა ისმის თანამიმართებით ჩინეთთან პარტნიორობის თურქულებზე თავად ამერიკასაც აქვს მსგავსი ტიპის თანამშრომლობა ჩინეთთან. თქვენ როგორ პასუხობთ რა განცხადებას გააკეთებთ ჩვენ თანხმობთ? რაც ხა პირადად ელს
მე კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო პირადად მის მიმართ პატივისცემა და იმედი მაქვს, რომ ის დადებით წვლილს შეიტანს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებაში. რაც შეეხება ზოგადად ჩინეთის თემას, მე ვფიქრობ, რომ აქაც არის აბსოლუტურად უსამართლო დამოკიდებულება კონკრეტული პარტნიორი ქვეყნების მხრიდან. რეალურად ყველა მეცის, რომ ჩინეთი არის ევროკავშირისთვის და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი სავაჭრო პარტნიორი. როდესაც ასეთ პირობებში ვისმენთ საქართველოს კრიტიკას ჩინეთთან ურთიერთობების, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესახებ, ეს არის რა თქმა უნდა ორმაგი სტანდარტი და ჩვენთვის ასეთი ორმაგი სტანდარტი არის აბსოლუტურად მიუღებელი. ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის ნიშნულოვანი და აუცილებელი პირობა არის სამართლიანობა, სამართლიანი შეფასებები. სამწუხაროდ ხშირად ვისმენთ უსამართლო შეფასებებს იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებსაც დგავს ჩვენი სახელმწიფო. ეს ნაბიჯები ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების გატარებას და აქედან გამომდინარე ბუნებრივია გავაგრძელებთ შესაბამისი მიმართულებით მომავალშიც მოქმედებას. ორმაგი სტანდარტი და უსამართლობა არის კონტრპროდუქტიული იმისათვის, რომ გაჯანსაღდეს ურთიერთობები ჩვენსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის. პრემიერ ნატოს სამიზეც კითხავთ, რადგან საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ჰქონდათ დღეს დისკუსია და ევროკავშირის ინტეგრაციის გარდა ევროატლანტიკური ინტეგრაციას არის მნიშვნელოვანი მიმართულება. რა მოლოდინი გაქვთ იმ სამიტისგან, რომელიც ივლისის დასაწყისში შედგება? ფიქრობთ, რომ სრულად იქნება საქართველოს პროგრესი ასახული? ზოგადად რაც შეეხება ნატოს გაფართოებას, კეთდება ამასთან დაკავშირებით საჯარო განცხადებები ნატოს ლიდერების მხრიდან, რომ ამ ეტაპზე ნატოს გაფართოება არ არის ის საკითხი, რომელიც აქტიურად შეიძლება განიხილებოდეს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ნატოს სამიტიდან არ ველოდებით არსებით ცვლილებებს. ჩვენ რა თქმა უნდა მსად ვართ ნატოსთან მჭიდრო პარტნიორობისთვის, ეს იყო ჩვენი ამოცანა აქამდეც და რა თქმა უნდა მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას. იმ ფონის გათვალისწინებით, რაც უკავშირდება ამ კონკრეტულ განცხადებას, გასაგებია, რაზეც საუბრობს საყვარელიძე. ყველა ვიცით, რომ ზოგადად ნაცმოძრაობა სურს საქართველოში იმ სცენარის ხილვა, რომელიც განვითარდა სამწუხაროდ ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, უკრაინაში. მე მინდა დავარწმუნო ნაცმოძრაობის წარმომადგენლები, რომ უკრაინული სცენარი საქართველოში არ განვითარდება და საქართველოს უკრაინიზაცია არავითარ შემთხვევაში არ მოხდება. ეს არის ის, რის თავიდან ასაცილებლადაც გავაკეთებთ მაქსიმუმს, გავაკეთებთ ყველაფერს. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ ქართული კანონის კრიტიკას არ ქონდა არავითარი საფუძველი. ყველა ქვეყანა ზრუნავს საკუთარ სუვერენიტეტზე და კანადაშიც, რა თქმა უნდა, შესაბამის კანონის მიღება, გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება ემსახურება უცხოური გავლენების პრევენციას და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას. აქედან გამომდინარე სრული ფარსი იყო ის კამპანია, რომელიც გაიშალა საქართველოს გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ. კანადის მაგალითი არის ამის კიდევ ერთი ძალიან მკაფიო დადასტურება. უბრალოდ სამარცხვინო იყო ის კამპანია, რომელიც ვიხილეთ ჩვენ საქართველოში გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ. ყოველგვარი არგუმენტის გარეშე, როცა აკრიტიკებ კანონს, ეს არის უბრალოდ სამარცხვინო. ბატონო, 22-ში ფერმერთან დაკავშირებით ის კორუფცია და პრეზიდენტის მიერ საკუთრებული შტაბი სამოქალაქო და ასოების ჯგუფიდან ასევე 22-ში მორიგი თამაში არის, როგორი არის თქვენი მელოდინი და პირველი თამაშის შეფასებაც როგორ ვქნათ? მაყოფილი ხართ? რამდენად მაყოფილი ხართ? რაც შეეხება ღირსების ორდენის და ღირსების მედლის თემას, ამაზე უკვე გავაკეთე კომენტარი. ძალიან სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილმა აქაც სცადა კონკრეტულ სივრცეში გარკვეული განხეთქილების შეტანა, რაც მას არ გამოუვა. ბუნებრივია, ვიდრე ჩვენ გავაგზავნიდით შესაბამის სიას, გავიარეთ კონსულტაციები ფეხბურთის ფედერაციასთან, ნაკრებთან, იმისათვის, რომ რაიმე უკმაყოფილება არ გამოწვია იმ სიას, რომელიც გაიგზავნებოდა საქართველოს პრეზიდენტთან, კონსულტაციების საფუძველზე გაიგზავნა კონკრეტული სია.
მსჯელობის, სიღრმისეული მსჯელობის საფუძველზე. ასე დროს სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვიტა მსიიდან კონკრეტული გვარების ამოღება, მათ შორის არიან ისეთი ადამიანები, რომელსაც აქვთ განსაკუთრებული დამსახურება ქართული ფეხბურთის წინაშე, როდესაც ალექსანდრე იაშვილს ამოიღებ ღირსების ორდენი დასაჯილდოებელი პირების სიიდან, ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული ფეხბურთის არაფერი გაგეგება. დანარჩენი თვითონ გულშემატკივარმა და ქართულმა საზოგადოებამ შეაფასოს. რაც შეეხება მოლოდინებს 20-ში, რაც შეეხება ჰამბურგის თამაშს აუცილებლად დავესწრები და მაქვს გამარჯვების ძალიან დიდი იმედი. თქვენ ნახეთ პირველ მატჩში ყველაფერი ჩადეს ჩვენმა ფეხბურთელებმა, უბრალოდ ცოტა იღბალი დაგვაქვს და მე მგონია რომ ამ შემთხვევაში იღბალიც იქნება ჩვენს ხარეს და მგონია რომ ჩეხეთთან აუცილებლად გავემარჯვებთ. მადლობა. საქართველოს